უცხოსა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო, მშვიდო, გალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირსქმილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღვთისა, წინასწარმეტყველო და მეუფეო. დღეს ახალი სტილით 11 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს. წმინდა მეფე დავითს, ფსალმუნთა მთქმელს, მართალ იოსებ დამწინდველს, წმინდა იაკობ მოციქულს, უფლის ხორციელ ძმას, 14,000 ჩვილმოწამეს, ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთ, ღირს მარკელის, დაუძინებელთა სავანის წინამძღვარს, ღირს თადეოს აღმსარებელს. აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვა ისენი, აც გულისხმა ხავ, რამე თუ აცხოვნა უფალმან ცხებული თავისი და შეისმინოს მისი ზეცით წმინდით მისით. წერდა წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნებში. და ცხადად შეიგრძნობდა უფალი, რომ მუდამ მის გვერდით იყო, რომ ძლიერებით არ ცხოვრება იმ მარჯვენისა მისისა. მაცხოვარ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარი გახლდათ წმინდა დავითი. როგორც ბიბლია გვაუწყებს, იგი იუდას თომის ჩამომავლის იესეს უმცროსი ძე იყო და სიჭაბუკეში მამამისის ფარას მწყემსავდა. იმ დროს იუდეაში საული მეფობდა, რომელიც უფალს არისხებდა არასათნო და უხდო ცხოვრებით. ამიტომაც ღმერთმა ჭაბუკი დავითი გამოარჩია სამეფოდ და წინასწარმეტყველი სამუელის ხელით სწყო მას ზეთითა ცხებულებისა მისისაითა. წმინდა დავითი იყო კაცი გულისმყოფელი, მხნე ბრძოლასა სრულ ძალითა და ბრძენ სიტყვითა და კეთილ საქმითა. იმ დროს იუდეველებს სხვა დამპყრობლებთან ერთად მეტად ავიწროვებდნენ უსჯულო ფილისტიმელები. მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს უფალი შეეწია თავის რჩეულს და შურდულის ტყორცნით ადვილად დაამარცხებინა აბჯარასხმული მტრის გოლიათი. ამ საოცარმა ძლევამ მალე ისრაელიანთა სასარგებლოდ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ამის შემდეგ ხალხმა კიდევ უფრო მეტად შეიყვარა ჭაბუკი დავითი. ამან საული შურით აღავსო და მრავალი განსაცდელი დაატეხა თავს წმინდანს. ღვთისმრჩეული მეფე მოთმინებით იტანდა ყოველივეს და გულით შეუნდობდა გაბოროტებულ საულს. წმინდა დავითს ორჯერ შეეძლო მოეკლო მტერი, მაგრამ ხელი არ აღმართა მასზე. არა მიუყო ხელი ჩემი უფალსა ჩემსა ზედა, რამე თუ ცხებული უფლისა ეარსესე, განაცხადა მან. საულისა და მისი ძის დაღუპვის შემდეგ მიროცხებული დავითი უკვე სრულუფლებიანი მეფე გახდა ისრაელიანთა. მან ააშენა ახალი დედაქალაქი იერუსალიმი, რაც ნიშნავს სახლი მშვიდობისა. უფლის რჩეულმა დიდი ზეიმით გადაიტანა სჯულის კიდობანი იერუსალიმში. მან უფლისთვის ტაძრის აშენებას გადაწყვიტა, მაგრამ ზეგარდამო ეუწყა, რომ ამ საღვთო საქმეს მისი ძე განახორციელებდა. არა არც კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ითხოვთ ლოცვაში. არ არის ადამიანი, არ ყოფილა და არც იქნება, რომ ამ ქვეყნად ცოდვა არ ჩაედინოს. უდიდესი მამებიც კი, რომელთაც ყოველგვარ ამ ქვეყნიურ უძლურებაზე, ადამიანურ სისუსტეებზე გაიმარჯვეს, ბევრჯერ გამოსცადეს ცოდვით დაცემის სიმწარე. ეს გამოსცადა წმინდა მეფე დავითმაც. მან ერთი ურიის პირმშვენიერი მეუღლე შეირთო ცოლად, თავად ურია კი ბრძოლაში მოუკლევინა. ასეთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა დავითმა, მაგრამ დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. განუზომლად დიდი ამოწყალება უფლისა. მისი სწავლებით ცოდვის ჩადენით არ მთავრდება ჩვენი ღვაწვა და კირთება მარადიული სასუფევლის დამკვიდრებისათვის. თუ დავეცემით, აუცილებლად უნდა ავდგეთ. სინანულს მივეცეთ და უფრო მეტი შემართებით განვაგრძოთ სვლა უფლისაკენ. მთავარია სასოება, იმედი იმისა, რომ მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი აუცილებლად შეგვიდგებს. ეს კარგად უწყოდა წმინდა დავით წინასწარმეტყველმაც. საშინელი ცოდვისთვის იგი დაისაჯა. სამუელ წინასწარმეტყველმა ამცნო, რომ ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდებოდა. მაშინ შეიგრძნო მეფემ, რა დიდი იყო ცოდვა მისი და სინანულით აღსილმა შექმნა თავისი 50 ფსალმუნი. მიწყალე მე ღმერთო, რომელიც ყველა საეკლესიო მსახურებასა თუ ლოცვაშია ჩართული. ესაა ცოდვებით შეძრული ადამიანის ღაღადი და ბედრება უფლისადმი, რომ გული წმინდა დაბადოს მასში და სული წრფელი მიხმადლოს მას. 40 წელი იმეფა წმინდა დავითმა.
მართალი ცხოვრებისათვის, მოთმინების, სინანულისა და სასოებისათვის წმინდანმა ისეთი სიყვარული და მოწყალება დაიმსახურა უფლისაგან, რომ მან აბრაამისათვის მიცემული ყველა აღთქმა და უნდკიცა ნეტარს და კიდევ ერთხელ აღუთქვა, რომ მისი შტოდან აღმოცენდებოდა ხსნელი სოფლისა. აღსანიშნავია, რომ წმინდა მეფე დავითი თავის უამრავ ფსალმში განსაკუთრებულად განადიდებს და უგალობს ზეცათა მეუფეს. აკებდით უფალსა ცათაგან, აკებდით მას მაღალთა შინა, აკებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აკებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, ყოველი სული აკებდით უფალსა. წმინდა დავით წინასწარმეტყველი შვიდობით მიიცვალა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო